მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ნახოთ ასეთი გაშლა, ორივე დუმხართ, ნახოთ რითი დამთავრდება ეს თქვენი დუმილი, ხო? რითი დამთავრდება. ეხლა ნახოთ, კითხვები მაქვს გამზადებული, დასწროს გამზადებული, ნახოთ. ანუ, რა ხდება ეხლა რეალურად? ეხლა რა ხდება თქვენს შორის? რატომ, რამ გამოიწვია ეს თქვენი დუმილი? ნახოთ. ვნახოთ რას ფიქრობთ თქვენ ამ სიტუაციაში, ამ პაუზაში, რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი ამ სიტუაციაზე, ხო? ვნახოთ ეხლა, даже უფრო ჩავაქსოვოთ ჩვენ ესეთი კითხვა აქ, რომ ანუ, კაი, ეგ მივიცე. так, შემდეგი ვკითხოთ ჩვენ რომელი გრძნობები იმალება ამ დუმილის უკან. გააკეთებს თუ არა თქვენ შორის პირველი ნაბიჯი. ჩვენ კი ვიცით, ვინ უნდა გააკეთოს, ხო? მაგრამ მაინც ვკითხოთ. ვკითხოთ ეხლა რა შეიძლება შეცვალოს ეს სიტუაცია თქვენ შორის და რითი დამთავრდება ეს თქვენი დუმილი. ძალიან კაი პასუხია. მე გეტყვით. ეს მომეწონა. ნახოთ, ახლა სინამდვილეში რა ხდება თქვენ შორის ახლა. ათიანი პენტაკლების ხდება თქვენ შორის. აქ ორ ადამიანი არის. ნახეთ რა ხდება. ეხლა წამოვა რამდენიმე, რა თქმა უნდა, ინფორმაცია. პირველი. შეიძლება აქ იყო, შეიძლება ეს ოჯახი იყოს. ათიანი პენტაკლების. ეხლა ნახეთ, ტარო აჩვენებს რას? სივრცეს. შეიძლება თქვენ ეხლა ხართ, თქვათ, ჩვენ ხო ავიღეთ, რომ დუმ ვართ, всё, ჯუმად ხართ, არ ელაპარაკებთ ერთმანეთს, მაგრამ შეიძლება ოჯახში თქვათ, თქვენს ქმარს დაუშვათ, წაეჭხუბეთ და არ ელაპარაკებით დაუშვათ ამ წუთში. მაგრამ თქვენ მაინც ერთად ხართ. ანუ რაც არ უნდა ხდებოდეს ეხლა, სივრცესთვის თქვენ ხართ ერთად. რატომ მოხდა ეს თქვენ შორის ეს დუმილი, რატომ მოხდა და იმიტომ რომ აქ ჩვენი ძვირფასი დედოფალი პენტაკლების რაღაცაზე შეიძლება ან ნაწყენია, ან რაღაცა უთხარით. აქ სხვათა შორის შეიძლება იყოს სხვაობა ასაკში, არ გამიკვირდება, იმიტომ რომ აქ დაინახავთ, მიხვდებით. და შეიძლება თქვენ რაღაცა არ მოეწონათ, იმიტომ რომ ნახეთ აქ რა ხდება. აქ ხალი, რომელიც ძალიან კარგადაც იცის თავისი ფასი და შეიძლება უთხრა, რომ ასე არ შეიძლება ჩემთან. და ან დაუშვათ, უთხარით ახლა რაღაცა შეიძლება აქ მანძილი იყო თქვენ შორის ხშირი, თქვა, შეიძლება უთხარით, რომ რაღაც ჩამოყალიბდი, ხო? ან შეიძლება აქ ყველა ვარიანტში აქ თქვენ გოგოებო რაღაცა უთხარით, მაგრამ უთხარით რა, ცუდი კი არა, თქვენ უბრალოდ უთხარით, რომ მე ვარ უფრო მეტი ზღირსი, კარგის და მე რაღაცა შეიძლება პრეტენზია უთხარით, მაგრამ აქ არის ახლა პენტაკლების დედოფალი. პენტაკლების დედოფალი არის ესეთი პიროვნება, რომელიც ნამდვილად ახლა იცის თავისი ფასი, იცის რა უნდა მას და შეიძლება ბევრი მოითმინოს, იმიტომ რომ ახლა აქვს მაგას ეს უნარი, კი, ბევრს ვუთმენდი, მაგრამ უთხარით. მაგრამ თქვენ არ უთხარით, როგორ თქვენ ტაქტიკურად უთხარით, თქვენ ზრდილობიანად უთხარით, თქვენ არ გითქვიათ აქ რაღაცა ძალიან აი ესე რომ თქვათ, ეს ხმალების დედოფალი რო იყოს, კი, ვეთყოდი რომ აი ძალიან მწარე რაღაცა უთხარი, მაგრამ მისთვის შეიძლება იყოს ეს, თქვათ, მწარე, მაგრამ თქვენ უთხარით ძალიან ზრდა სრული ადამიანის პოზიციიდან, რომ მე აი ასე არ მომწონს, ან ჩემთან ასე არ შეიძლება. აი ეს არის. აი იმიტომ თქვენ იყავით შეიძლება ინიციატორი იმისი, რომ თქვათ ეხლა უთხარით. ვნახოთ ეხლა ამ პაუზის პერიოდში, ამ პაუზის დროს თქვენ რას ფიქრობთ, გოგო რას ფიქრობს ეხლა აქ. პრინციპში თქვენ რა თქმა უნდა ნახეთ ეხლა ეგაც თქვენთვის მნიშვნელოვანი პიროვნება, თქვენ ეს ადამიანი გიყვართ. აქ შემიძლია თქვა შეიძლება იყოს ოჯახური თემა, იმიტომ რომ 10-იანი პენტაკლები, ან პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე, მაგრამ
ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ საერთოდ ეს სივრცისთვის ხო ტაროსთვის მithumetes ახლა არა აქვს მნიშვნელობა, თქვენ ახლა და კანონიერები ხარ თუ არა ხარ, თქვენ თუ გქონდათ უკვე ან ერთად ცხოვრობდით, გავუშვოთ ხო, ანუ მჭიდრო ურთიერთობა გქონდათ, უკვე აქ თუნდაც უკვე შეხვედრები თქვათ რამდენიმე დღიანი რაღაცა სივრცე უკვე ხედავს უბრალოდ თქვენ როგორც წყვილს, გამიგეთ რა ხდება? ამიტომ თქვენთვის ეს ადამიანი ნამდვილად არის სასურველო იმის მიუხედავად, რომ თქვენ ახლა აქ კი უთხარით, მაგრამ თქვენ არ უთხარით ბოროტულად ამას არაფერი. თქვენ უბრალოდ უთხარით ის, რომ თქვათ, ახლა იცი რა არის, ნუ ასე ხა როგორც ხდება, მე არ მომწონს ეგეთი რაღაცა, ხო? ან უთხარით რა გინდათ, ნახეთ, პენტაკლების დედოფალს აქ ეს მომენტი რომ შეიძლება უთხრა, რომ აი მე მინდა რომ აი შენ დავუშვ ასე მომიქცე, ან დავუშვ ჩვენს ურთიერთობა ეს არ მომწონს, მიხვდით? ნუ თქვენთვის მაინც არის ეს ადამიანი მაგ პერიოდში, თქვენ თვლით რომ თქვენ ერთგულებაც გაქვთ მაგ ადამიანის მიმართ, თქვენ ახლა აქ ნამდვილად ხართ პოზიციაში, რომ შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ იმის მიუხედავად, რომ რაც მოხდა და სივრცეს თქვენ ხედავთ მაინც ერთად, ხედავთ? და თქვენი პარტნიორი რას ფიქრობს? ამასაც ეს ფიქრობს რას, რომ აი ამ თქვენ საუბარზე ფიქრობს, ეს სხვათა შორის სულ ფიქრობს მაგ საუბარზე და იმასაც ფიქრობს, რომ აი უნდა დაველაპარაკოთ, უკვე თითქოს მზად არის, რომ მინდა რომ მომისმინოს, მინდა რომ ვუთხრა მე ეს ჩემი პოზიცია, იმიტომ რომ თქვენს პრინციპში ეგ ხედავს, რომ მაინც ორიანი არის, თან ახლა გვერდხების, ანუ ამ ადამიანს უნდა ურთიერთობის გაგრძელება თავისთავად, ანუ მაგრამ როგორ არის ორიანიც სხვანაირად აქ ხო ხედან, რომ უნდა დაველაპარაკო, უნდა ვუთხრა შეიძლება და ფიქრობს, რომ აი თქვა ჩემი პოზიცია უნდა ვუთხრა, ავუხსნა ამას ახლა ნამდვილად, იმიტომ რომ რადგან გაჩუმდეთ, ესე იგი პაუზა იყო, ხო, პაუზა რადგან იყო, ესე იგი გქონდა დრო, იმასაც გქონდა დრო, ალბათ ეფიქრა რა, იქ უფრო მეტი რა, თქვენ ნათქვამზე რა. ვნახოთ ახლა აბა რას ფიქრობს კიდე აქ, რას ფიქრობს შენ? ნუ სხვათა შორის იცით როგორი მომენტი არის, აქ ადამიანს ჰქონდა როგორი მომენტი. ამ პერიოდში ბევრი, ანუ შეიძლება ძალიან მძიმედ მიიღო ეგ სიტუაცია ამ ადამიანმა, იმიტომ რომ შეიძლება იფიქრა, რომ უსამართლოდ არის. მე ეს ადამიანი მაგრამ თქვენზე, სულ აქ მაგას თქვენზე ფიქრები, სულ, იმიტომ რომ აქ არის როგორ იცით, შეიძლება даже არ გამიკვირდება გოგოები, ვიღაცა უყურებს даже გაშლებს თქვენ რო იცოდეთ და იქ იმ გაშლებს რო უყურებს, ან თქვენ სადმე თუ ხედავს ეს ადამიანი, ივსება ეს ადამიანი ბედნიერებით, მაინც თქვენ ხართ, აი თქვენს გარეშე შეიძლება მაგასთვის ცუდი რაღაცა თუ დაუშვათ თქვენ ახლა ოჯახი ხარ და აქ მოხდა განკორწინება, იცოდეთ რომ ამ განკორწინებას ეს ადამიანი ძალიან მძიმედ განიცდის, მაგრამ ან თუ თქვენ უთხარით დაუშვოთ მაგას, რომ იცი რა არის, თუ შენ ახლა დაუშვთ არ გაითვალისწინებ იმას, რაც თქვათ მე გეუბნები, იცოდე რომ მაშინ ჩვენ დავშორდებით და ეს სიტყვები მაგისთვის აი სულ მაგ სიტყვებზე ფიქრობს რა და კი, ნამდვილად, მაგრამ აქ ადამიანი თუ თქვენ სადმე დებთ სურათებს, რაღაცებს, ყველაფერს უყურებს აბსოლუტურად და ფიქრობს, ხო, ახლა როგორ არის, იცით, არ იცის, მაგრამ რა გითხრას კიდევაც, უნდა ბედნიერება, უნდა თქვენთან ისევ ხანძლივი ურთიერთობა, უნდა რომ იყო თქვენ ნამდვილად კარგად, უნდა თქვენთან დაბრუნებაც უნდა, მაგრამ არ იცის როგორ ეს ყველაფერი გააკეთოს, არ იცის თქვენ ვაფშე გჭირდებათ, შეიძლება თქვენ უკვე აღარ გინდათ ეს ადამიანი, შეიძლება თქვენ ისედაც კარგად ცხოვრობთ, იმიტომ რომ არ იცის მაგისთვის კიდე აქ მუშაობს ძალიან მისი ეგო. შეიძლება ფიქრობს რომ აი რანაირად მე რო ახლა მას უთხრა და მან თუ დაუშვით მე მითხრა კარები არის იქით, ხო? აი იქით გადი იქით, იმიტომ რომ აქ დიდი ხნის პაუზა არის, ძალიან დიდი ხნის შეიძლება პაუზა არის და უკვე არ იცის მან როგორ გამოვიდეს იქიდან და ისიც არ უნდა რომ მიიღოს თქვენგან რაღაცა უარყოფითი პასუხი, რომელიც კიდე ანუ თავის გულს უფრთხილდება, თავის თავს უფრთხილდება, რომ თქვენგან არ მიიღოს ეს უარყოფითი პასუხი, იმიტომ არის აქ ორიანი შეიძლება კიდევაც
გვერდხების რომ არ ვიცი სად მიგვიყვანს ჩვენ ეს სიტუაცია რომ აი მე კი მინდა მე ჩემთვის კი რთულია ეს ყველაფერი მაგრამ იმიტომ რომ ეთყობა ეს სიმართლე რაც უთხარით მაგისტრის იყო ну სწორედ იყო რა მოხდა იქ სადაც უნდა მომხდარიყო რა ეს სიმართლე და ამიტომ ეს ადამიანი აი ასე თქვა აქ შეიძლება იმიტომაც დაუშვოთ მაშინ წავიდა რომ და ამ პაუზას შევიდა რომ ეწყინა რა ძალიან ეწყინა რომ თქვენ მაგას შეიძლება ну უთხარით ისეთი რაღაცა რასაც დაუშვოთ თვითონ თვლიდე რომ კი მე ამას ყველაფერს ვაკეთებ და შენ რატო ვერ ხედავ ამას რა და ამიტომ ახლა ამაზე ყველაფერს ფიქრობს ახლა ბევრს ატრიალებს თავში და შეიძლება ზაჟე აი პერიოდი ისეთიც ჰქონდა რომ აი ვერ პოულობდა პასუხს რა ანუ თქვათ რა უნდა ამას ვერ გაუგე ამ ქალს ვერაფერი აუცნაურია ეს ქალი რა ანუ აქ კურუმი ახლა თავისთავად უცნაური იქნებით რა მაგრამ ამავდროულად თქვენ ხართ ის ადამიანი ვინც მას ახლა უთფობს გულს უთფობს სულს მაინც არ ახარ თქვენ მისთვის ესეთი ადამიანი რომელიც თქვათ ახლა ნამდვილად ნუ მზად იყოს რომ დაკარგოს არა აი მაგ გულის კენა არის შეიძლება ეჭვიანობს კიდევაც შევაფიქრობს რომ იქნება მაგას უკვე вообще სხვა ვიღაცა ყავს და ну ეს ნორმალური თვისება ახლა ეჭვიანობს ხო ნახოთ ახლა რა გრძნობები იმალება ამ დუმილში რა გრძნობა და სიყვარულის გრძნობები რომ ის ზუსტად ნამდვილად რომ ადამიანებს უნდათ აქ თქვენ ორივენი სხვა ხათაშეს ეს როგორ ხდება რა როცა შენ ახლა როცა იჩხუბებენ და რაღაცა თავიდან კი აი ასეთია ისეთია რაღაცა გული გაგნატკენი და რამე მაგრამ რაც დრო გადის მე შენ უკვე ნამდვილად გახსენდება მხოლოდ კარგი ხო გახსენდება რაღაცა ნუ ის მომენტები მე ახლა არ ვიცახ აქ არ არის ესეთი სიტუაცია რომ თქვა დაუშვოთ ნუ აი ეს სიტუაცია რომელმაც ახლა ეს დუმილი გამოიწვია მოდით ასე რომ თქვათ რომ თქვათ ახლა თქვენ აქ ერთმანეთს ახლა ქვავები ისრულეთ არა არ არის ეგეთი მომენტი აქ უბრალოდ რაღაცა უთხარით თქვენ რაც მას არ ესიამოვნო მაგრამ ეს თქვენი ნათქვამიც იყო მისთვის მტკივნეული შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ რომ რა არის აქ არაფერი ისეთი არ მითქვია მაგრამ მან მიიღო ეს ძალიან მტკივნეულად გამიგეთ ხო და ამიტომ მაგრამ სინამდვილეში აქ გრძნობა იმისი არის რომ თქვენ ორივეს ხართ აი როგორ იცით უფრო კარგ რაღაც პერიოდებს იხსენებს შეიძლება გავიდა უკვე ეს პერიოდი როცა თქვათ ნუ მარტო სიმწარე გახსენდებოდეთ რა კი ორივეს გინდა თქვენ რო იყოთ ერთად აქ პრინციპში იმის მიუხედავად რანაირი სხვაობაც არ უნდა გქონდეთ ხო ანუ შეიძლება აქ ესეთი ან ნუ ოჯახი ხო ვთქვით მაგრამ არა მხოლოდ ოჯახი არავი აბსოლუტურად აი თქვენ გაქვთ როგორი მომენტი აქ არის მაინც აქ არის წყვილი რომელიც ნუ ერთმანეთის გარეშე ძალიან ცუდად გრძნობთ თქვენ თავს რა ხო და ამიტომ არის ეს სიტუაცია როცა არის სიყვარული და არც ერთს არ უნდა რომ დაკარგოს ეს არა აქ სიყვარულია აქ თქვენ დანაკლის განიცდით აქ თუ დაუშვოთ ეხლა ეს ოჯახი ან ხანძლივი როგორც გითხარით ურთიერთობა ან ერთად რო იყავით აქ გეუბნებით ძალიან რთული პერიოდს განიცდით ერთმანეთის გარეშე მოდით ასე ვთქვათ ცუდად გრძნობდავს იმიტომ რომ აქ არის სიყვარული არის რა თუ არ არის თქვენ შორის სიყვარული თქვენი გაშლა უბრალოდ ეს არ არის რა ნახოთ ახლა ვინ გააკეთებს პირველ ნაბიჯს ნუ აქ როგორი მომენტი არის იცით ახლა ნახეთ რა საინტერესოდ მაჩვენებს ეს ადამიანი რა თქმა უნდა თქვენი პარტნიორი მოდი დავარქვათ იმიტომ რომ არის იგივე პარტნიორი ქვია მაგასაც ეგ გამოჩნდება ეს გამოჩნდება ყველა ვარიანტში და თან შემიძლია გითხრათ როდესაც აი სრულიად მოულოდნელად რომ შეიძლება თქვენ უკვე იფიქროთ რომ არც გამოჩნდება და არც არაფერი вообще არც არა ხო მაგრამ გამოჩნდება იმიტომ რომ როგორ არის იცით აქ იმდენად ძვირფასები ხართ თქვენ ერთმანეთისთვის იმდენად მნიშვნელოვანები ხართ კი აქ მამაკაცი იზავს აუცილებლად ის მოვა ყველა ვარიანტში იმიტომ რომ ეს მიხვდება რამდენად ძვირფასი ხარ რამდენად მაგარი ხარ რამდენად აი თქვენი შეიძლება ის რომ თქვენ ახლა აქ არ იმცირებდით თავს თქვენ ახლა აი აქ არის როგორი სიტუაცია იცით რომ ყველა ვარიანტში თქვენ ხართ თქვენი
მამაკაცის უნიშნელოვანი ესე. ის გამოვა, ყველა ვარიანტში გამოვა და სხვათა შორის შეიძლება მოვიდეს რაღაცა ესეთი წინადადებებით, რომ აი რა გითხრათ რა. ხო, მაგი გამოდის მარტოობიდან, სიჩუმიდან ბიჭი გამოდის აქ. თქვენი ან ქმარი, ან ეს ადამიანი, ვინც არის თქვენთვის უნიშნელოვანი, ის გამოდის რა. რა შეიძლება რა შეუძლია შეცვალოს სიტუაცია თქვენს შორის, რა სიყვარული, არჩევანი, სიყვარული. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება თქვენ აქ არის როგორი თემა იცით. აქ არის იმედად ერთმანეთთან, აი აქ შეიძლება დაჟეს გეუბნებით მოხდა რაღაცა სად არის მე მგონი აქ იყო ეს ხო ეს კარმული თემა არის კი ბატონო შეიძლება ასე უნდა ყოფილიყო რაღაცა პერიოდი ალბათ უნდა დამთავრებული იყო თქვენ შორის რა და ამიტომ შეიძლება ეს დაჟე ბიჭისთვისაც მოხდა როგორი თემა ისეთ რომ ვერ ხვდება ეს ადამიანი რატო ყველაფერი ნორმალურად იყო ყველაფერი კარგად მიდიოდა და რატო უცბად მოხდა ეს რაც მოხდა და უცბად რატო მითხრა ეგ სიტყვები ვერ გავიგე რატო ხო ჩემს ეგოს ასე მაგრამ ნუ ეთყობა აუცილებელი ხო ჩვენ ხო ვიცით რომ რანაირიც არ უნდა იყოს ურთიერთობა ეს მომენტები აუცილებლად ხდება იმიტომ რომ ჩვენ აქ სწავლობთ აქაც მაჩვენეს რომ თქვენ კი ბატონო აქ გაიარეთ ეს რაღაცა თქვენ დაგაშორეს და იმის მიუხედავად რომ თქვენ დაგაშორეს იმისთვის რომ თქვენ უნდა გააგებლოთ ეს თქვენ გაკვეთილები ასე წოდებული თქვენ მაინც ერთმანეთი გიყვართ გულში სიყვარული გაქვთ გაიგეთ და აქ როცა ადამიანი ხვდება რომ მართლა ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი მართლა ჩემი ეს ხალი მე მინდა მასთან ურთიერთობა მე მინდა მასთან მისვლა რაც არ უნდა იყოს მე უკვე აღარ შემიძლია მარტოობაში ცხოვრება აი უკვე და მარტო იყო და ამ სიჩუმეში ჯდომა აღარ შემიძლია აქ რაღაცა იმპულსი მოვა მაგას გამიგეთ და იმის მიუხედავად რომ რა შეცვლის და ის შეცვლის რომ არჩევანს გააკეთებს იმიტომ რომ ეს იმის მიუხედავად რომ არ ვიცი როგორ იქნება რანაირად მე არ შემიძლია მიზიდავს ეს ნუ კი შეუძლებელია აქ ამ ჯდომა და ძალიან დაეძაბა და ანუ სიტუაცია უკვე იცით როგორ არის როცა ადამიანებს უყვართ იძაბება სიტუაცია და უკვე აღარ შემიძლია რა რაღაცა უნდა გავაკეთო გამიგე და აქ რაღაცა ისეთი იმპულსი წამოვა პლუს კიდე აქ ძალიან დიდი სექსუალური ენერგია არის აქ ვიღაცას კიდე სხვა შორის ბიზნესი შეიძლება გქონდეს თქვენ ძალიან ნუ ერთად ბიზნესში შეიძლება ხარ ან საოჯახო ბიზნესი გაქვს ან ისე ბიზნესი გაქვს და აი თქვა საქმიან თემაზე გამოჩნდება სხვა შორის აქ შეიძლება ადამიანი იყო წასული თქვა რაღაცა ფულის საშოვნელად და შეიძლება დიდი ფულით იშოვოს და დიდი ფულითაც მოვიდეს ნუ ეს არ არის ყველასთვის ინფორმაცია მაგრამ ვიღაცის ის იქნება მაგრამ აქ ადამიანი გამოვა იმიტომ რომ შეუძლებელია აი ასე ჯდომა რა და ნუ ნახოთ რითი დამთავრდება ეს თქვენი სიჩუმე და აი ადამიანი მოვა და მოგიხდის ბოდიშს კი აუცილებლად და ამით დასრულდება ეს თქვენი დუნილი ყველა ვარიანტში ეს ადამიანი მოვა თავისი სიყვარული თქვენთან და აქაც რო გითხარით რომ ნახეთ როგორ არის დასის ბოლო რას მაჩვენებს აქ აუცილებლად მოდის მიდიხარ თქვენ ახალ ეტაპში ყველა ვარიანტში აქ ექნება შერიგება იმიტომ რომ უკვე მაღალი ძალებსაც უნდა თქვენ შეიძლება ახლა მერყეობთ და გონიათ რომ არა მგონია რომ რაღაცა მოხდეს მაგრამ აქ ადამიანი დაგიბრუნდებათ ყველა ვარიანტში იმიტომ რომ თქვენ დაასრულეთ რაღაცა ძალიან ძიმე პერიოდი აქ თქვენი მამაკაცი გამოჩნდება აქაც ბოლოში ნახეთ აი უაცრად გამოჩნდება რომ აი როცა ვაფშე შეიძლება დაჟე იტყვით რომ საიდან მაგრამ მოვა ყველა ვარიანტში გამოდის აქ ამ სიტუაცია და მოერევა ამ ყველაფერს ეს ადამიანი და მოვა და ბოდიშს მოგიხდით თემ ლამაზებო აი ასეთი გაშლა იყო ჩემო კარგებოდ გელოდებით კომენტარებში მომწერეთ თუ იცანით თქვენი სიტუაცია